იცოდი რომ 60-იან წლებში Honda-მ სოფლიო მოატყუა. მაშინ როდესაც ბაიკერები ყველაზე ცუდ ტიპებთან ასოცირდებოდნენ, მათ თქვეს რომ Honda-ზე შეხვდებოდნენ ყველაზე კეთილ ტიპებს. მაგრამ შეხედეთ ამ მოტოციკლს. გავს ეხა ეს მოტო ნამდვილად კეთილი ადამიანის ტრანსპორტი. მოგესალმებით მეგობრებო, მე სერგი ვარ და ეს არის ჩემი მოტოვლოგი. დღეს განვიხილავთ Honda Shadow Phantom-ს 2021 წლის მოდელს. Honda Shadow Phantom-ი მოტოციკლი არის, რომელიც არ ყვირის, არამედ ჩუმად გესაუბრება, რომ სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან აუცილებლად მომჩნევენო რა. ესე ყურში ჩაქჩურჩულებს ჩუმჩუმად რა. მოტოციკლი არის იმ ხალხისთვის, ვისაც განსაკუთრებულად უყვარს სტილში სიარული და არა კუნთებით მარიაჟობა. Honda Shadow Phantom-ი 2010 წლიდან დღემდე იწარმოება, ანუ მოტოციკლია, რომელმაც წლებს გაუძლო და არასდროს არ ბერდება, როგორც მაგალითად წარმოვიდგინოთ ეს რომ ადამიანი იყოს, აუცილებლად იქნებოდა ისეთი ტიპი, აი 15 წელი ერთაიგივე ტყავის კურტკით როდის ენიობს რა. ჩვენი ლამაზმანის ვიზუალს შევეხოთ ორიოდე სიტყვით. აქ გვაქვს წარმოდგენილი 14 ინჩიანი შავი საჭე, წინ გვაქვს 17-იანი დისკი, უკან 15-იანი, ნამდვილად ჩოპერულ სტილს რაც გვაძლევს. მე ამ ლამაზმანის ბაკის ფორმაც ძალიან მომწონს. ერთი შეხედვით რო ვთქვათ, შავი სილუეტი აქვს რა. ქრომი საერთოდ არ არის და ვიღაცას მოწონს, რომ მინიმალისტური დიზაინი აქვს და ასევე მისი დაბალი სილუეტი, რომელიც აი თითქოს ყველა მოსახვევში გეგონება, რომ ასვაც უნდა შეეხოს. ანუ როგორი მასტია, იცით რომ აი ღამერო სადღაც ჩუმად გაიპარება ტიპი რო არავის არ ეტყვის რა. ანუ ეგეთ სტაბილებას ტოვებს რა. ასევე გვაქვს აქ სისიბარი, მაგრამ იდეაში როგორც ჩვენი წინა განხილვებისგან განსხვავებით სისიბარი ფუნქციონალური იყო. აქ ეხა ამ შემთხვევაში სისიბარს ვერანაირად ვერ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ უბრალოდ ვიზუალური დატვირთვა აქვს რა. აქ ეხა უკანა მგზავრი ამ სისიბარს ნახდათ ვერ ედობა რა. ორიოდე სიტყვით შევეხოთ ჩვენი ლამაზმანის ტექნიკურ მახასიათებლებსაც. წონაში არის 245 კილოგრამი, ძრავი გვაქვს 755 კუბური მეტრი სანტიმეტრის. არა ჩუმო. რა შვებს? ადაპტერი დამტენი პატრონის მიერ არის დაყენებული და ჩუმო შეუძლია პოვერბანკათაც გამოიყენოს გაჭირვების დროს ჩვენი მოტოციკლი. დავაი, მიდი გასკურე ხა დავამთავრებ და მე მაგარი რაღაცა უნდა გითხრა. დატოვე აქ, დამიტოვე, ესე დადე, ესე და დავაი. მოზგანე ხა აქ. სტრაფი მოტოციკლი არ არის, ანუ დრაგისთვის ამას ვერ გამოვიყენებთ. უბრალოდ აი პირიქით, აი როგორი მოტოციკლია, იცი წყნარი და სანდო სტაბილური გადაადგილებისთვის რა. რაც არ უნდა უწიო შენ და დაგლიჯო გრიფსები, შეიძლება ყურს ჩაქშუშოს, ნუ შემეცი, მაცადე, მე ვიცი როგორც უნდა წავიდეო რა. ანუ სტაბილური მოტოციკლია. ასევე საწვავის ავზი გვაქვს 14 ლიტრიანი. აქვე ვთქვათ ის, რომ არ არის ძალიან დიდი ბაკი, მაგრამ იმ დონის ეკონომიურია ეს მოტოციკლეტი, რომ უბრალოდ ბენზინგასამოსადებლად შეგიძლია ჩაიარო მიესალმო ბიჭოს, არ შეგვიძლია ჩასასხმელად რა. შევქმნა მიმდინარეობს ინჟექტორზე, საშუალოდ 100 კილომეტრზე მოიხმარს 4 ლიტრიდან 5 ლიტრამდე საწვავს და ასევე რო ვთქვათ, მეორად ბაზარზე მისი ღირებულება არის დაახლოებით $5,000-დან $6,000-მდე. გადაცემათა კლოპი გვაქვს 5 სიჩქარიანი, რომელიც სრულად საკმარისია და არასდროს არ შეგაწუხებს არც ქალაქში და არც შორმანძილზე. უნდა შევეხოთ ჩვენი მოტოციკლის დადებით მხარეებს. ძალიან მსუბუქი და მარტივი სამართავია, განსაკუთრებით დამწყები ადამიანებისთვის. ასევე Honda-ს სანდოობა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში მზად არის დასაქოქად და არასდროს არ გიღალატებს, ერთგული ცოლივით არის რა. ასევე მისი კომფორტი, აი როზი ხარ, გონია რომ რაღაც რბილ-ძველ დივანში ხარ რა და ისე მიდიხარ რა. აი როგორი აშენი აქ, იცი რომ რო დაждები, აი კუდუსუნის ხმა ჩაგესმის, რომ აი დავისვენეო რა. საერთო ჯამში ლამაზი ბნელი ვიზუალი აქვს და
დამწყებისთვის ჩემი აზრით აი ძალიან ტოპ მოტოციკლია რა. დებთან ერთად უარყოფით მხარეებსაც უნდა შევეხოთ ჩვენი ბაიკის. მოკლედ, ასტრაფება და სიჩქარე ნულთან ძალიან ახლოს აქვს, ეს ერთი. მეორე. მე მაგალითად არ მომწონს რა ქრომი რო არა აქვს რა და რა გავაკეთო რა. ჩემთვის მოტოციკლში და კლასიკაში პირველი არის ქრომი. ასევე თუ მაღალი ტიპი ხარ, აი მაგალითად 1.90 თუ ხარ, უხერხულად დაძდები რა, პირდაპირ გეტყვი, არ იყიდო რა. იმიტომ რომ თითქოს აი ცირკში რო დათვები გაიჩიტებოდნენ ხოლმე ძველ დროს ველოსიპედს, ეგეთი ვიზუალი გექნება. და რაც შეეხება კიდე მის ქარხულ გამშვებს, ძალიან მორცხვი ხმა აქვს რა, აი ქალიშვილი გოგონასავით არის, თითქოს ჯერ უხმარია ქარხიდან რაც გამოიყვანეს რა. მოკლედ მეგობრებო, სანამ შეჯამებაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გამოვიწეროთ ჩვენი არხი, რომ გაგრძელდეს ჩვენი კარგი პროექტი, ჩვენი მაგარი პროექტი. გაიაქტიურეთ ზარიზღილაკი, დაგვალაიქეთ, დაგვიწერეთ კომენტარები და ყველაფერს ერთად შევძოთ. მე ესეთი შეგრძნება მაქვს რა, მოკლედ რო თქვათ. ჩუმო, დაიტერა შენი ტელეფონი. დღეს როგორი? კიდე მაჭავა. არ ვაჯვალთო და ნახე რეს ვიკეთე. შეახვარო. მოკლედ Honda Shadow Phantom არ არის მათთვის ვისაც სისწრაფე და სიგიჟე უნდა პირიქით ეს არის სტაბილური დინჯი გაწონასწორებული ხალხის მოტოციკლეტი ვისაც უნდა რომ თავის სტილში განსხვავებულად იაროს. მოკლედ მეგობრებო ისევ და ისევ გამოგვიწერეთ და გზაზე შევხვდით.